მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. ხელოვანთა არხის მაყურებლები ნაწილობრივ იცნობენ თქვენს ხელოვნებას, თქვენ შემოქმედებას. მათთვის, ვინც არ გიცნობთ კიდე, ალბათ შესაძლოა ასეთებიც არიან, რომ წარუდგინოთ თავი. გახლავართ ალექსანდრე მესხი მხატვარი. თქვენი შემოქმედების შესახებ ახლა ბოლო დაკვირვებები მე რაც ვნახე, რაღაც თითქოსაც სიმბოლოს დებთ, სიმბოლური ნიშნებს ხედავ, ეს შემთხვევით გამოდის სტილი არის ასეთი თუ აი ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ. არის შემთხვევით არ არის, მიყვარს ესეთი სიმბოლიზმი, პოეზიაშიც მიყვარს სიმბოლისტები და ვცდილობ რომ საინტერესო იყოს მაყურებლისთვის. და ვფიქრობ, რაც უფრო საინტერესო იქნება ნამუშევარი, რაც უფრო დატვირთული იქნება, მით უკეთესი არის მაყურებლისთვისაც და ჩემთვის პროცესიც ძალიან საინტერესოა. სურეალისტური ან რაღაც ისეთი სიმბოლური სიამოვნებასაც მანიჭებს და მოძღვრებასაც მისახურებს. მეც ეგრევე ვფიქრობ, უფრო საინტერესო არის თითქოს და წაკითხვა შეიძლება თქვენი ნამუშევრების. როგორც ვაკურდები. ხატვის გამოცდილება ვიცი რომ დიდი ხანი გაქვთ, მაგრამ მაინც რო გითხრათ, როგორ იცვლებოდა თქვენი შემოქმედება, ტრანსფორმაცია როგორ განიცადა და აი ამ სტილამდე როგორ მოხვედით, რაც დღეისთვის გაქვთ. ეს სტილი თავიდან რა თქმა უნდა არ ქონდა, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება კიდე რაღაცა განიცადოს და შეიცვალოს. საერთოდ მხატვარი ესე უნდა იყოს ყოველთვის რაღაც ეტაპებზე უნდა იცვლებოდეს. მე უფრო კონსერვატორი ვარ და არ ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ესეთი ცვლილება ჩემში. საერთოდ საჭიროა რა, უფრო მხატვარს ჰქონდეს მრავალფეროვანი სახე, მრავალი პალეტრა. ჩემი პალეტრაც ზუსტად არ არის ისეთი არტე. თავიდან უფრო ბატონი ვაჟა მამაჩემის მაშინ ვიყავი უფრო ასეთ გავლენებში. შემდეგ უფრო დავიხვეწე, რაღაც გადავედი ჩემ რას მიყვარს მანერები ეს და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ რაღაცა უფრო სხვა სიუჟეტური, რაღაცა სხვა ჩემთვისაც საინტერესო იქნება და მაყურებელსაც არ მოვაბეჭდებ თავს, ასე ვთქვათ, ჩემი ერთი და იგივე რაღაცა კომპოზიციებით. ხალხა მერიდება კიდევაც, რომ რაღაც ზედმეტად ხო არ არის ის, რომ ძალიან ერთი და იგივეს ვიმეორებ რა, არის ჩემში ეს თვითკრიტიკა რა და რაც კარგი არის რა. ჯგუფურ გამოფენებში იღებთ ხოლმე ხო მონაწილეობას? ჯგუფურ გამოფენებში უფრო სტუდენტობის დროს ვიღებდი გამოფენებში მონაწილეობას, მე დიდად რა ვიცი, ჩემთვის თვითონ ონლაინ გამოფენაც საკმაოდ პასუხისმგებლობა იწვევს და მაყურებელიც არის უფრო ზოგს ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ უკითხეთ საჩილებაში თქვენი ნამუშევრების ნახვა, ეხლა გამოფენაზე არა, მაგრამ გალერეებსთან თანამშრომლობთ და ყოველთვის მიმითითებია რომ გალერეებში არ შეუძლიათ თქვენი ნამუშევრების ფიზიკურად ნახვა და აი ესეთი ვარიანტები და გამოფენაზე დიდად სრულდება. გალერეების სახელიც რო ვახსენოთ პრინციპში? ძირითადად სტუდიო არტი, ეს არის ბათუმშიც, ქუთაისში და სხვადასხვა ფილიალებში, თბილისში 4 თუ 5 ფილიალია და სხვადასხვა ადგილებში შეიძლება ამ ნამუშევრების ნახვა. ზოგადად ახლა ხატრობას ბევრმა მოკიდა ხელი. გამოგიტყდებით და მეც რაღაცებს ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა აკადემიური განათლება მხატვრობაში, როდესაც ნამუშევარს ხედავ. თქვენს და ბატონი ვაჟაც პროფესიონალი მხატვრები ბრძანდებით. ზოგადად როგორ უყურებთ ამ თემას, აი თვითნასწავლი მხატვრებიც არ შეიძლება იყოს ნიჭიერი ალბათ, მაგრამ მაინც აკადემიური განათლება მაინც ალბათ საჭირო არის, როგორც ვფიქრობ, რომ ასეთ შედეგამდე მიხვედით, როგორც თქვენ მიხვედით. როგორ გითხრათ, ახლა აკადემიური განათლება მე მაგალითად ვამბობ თვითნასწავლი მხატვრები რაღაც თავის კებასავით რომ აი თვითნასწავლი მხატვარი რაღაც მე თვითონაც აკადემიად დავტოვებდი, მაგრამ მაინც თვითნასწავლი მხატვრად თვლი თავს, იმიტომ რომ აკადემიის პროცესშიც ყველაფერს ჩემი ინფორმაციით, ჩემი დაკვირვებით მაშებოდი რა ქვია. სწავლობდი და ჩათვალეთ რომ აი თვითნასწავლი მხატვარი მე მიუხედავად იმისა რომ მამაჩემის გავლენების ჰქონდა რაღაცა, მაინც ჩემი დაკვირვებით, ჩემი აი ეს
პროცესები მიდიოდა ჩემში რა. ანუ საბოლოოდ მაინც თავისით ყალიბდება მხატვარად თვით თავის გამოცდილებაზე. აი ეს შენი პროფესიის მიღება მუდმივი შენი თავზე მუშაობა და აი ასე ყალიბდება ადამიანი და მხატვარი და ხელოვანი. ალექსანდრე, აი ესეთი დელიკატური კითხვაც შეიძლება იყოს. ბევრი მხატვარი ხატავს და რაღაც პერიოდის შემდეგ რაღაც გულს იცრუებს ხელობაზე, შეიძლება ერთი წელი ჩააგდოს, არ ხატოს, ან თქვენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი პერიოდი? ხო, გამიგია ეგეთი ბევრი, მაგრამ საბედნიეროდ მე არ მქონია ეგეთი შემთხვევა, იმიტომ რომ აი ვერც წარმოვიდგინე დღემდე მადლობელი ვარ მომაჩენის, რომ აი ესეთ დაბადებიდანვე ამ სიტუაციას ვეზიარებ და ეს არის ჩემთვის ყველაფერი რა და მიმართებს კიდევაც და ანუ არის ის მომენტი რომ ყოველთვის მხატვრობას უბრალოდ არც ერთი დღე არ მომენტებ თავს ამაზე ფიქრში ვარ სულ რა ფანატი ვარ რა და ეს უნდა იყოს ყველა სფეროში რა თუ ნამდვილ ყოველთვის არ გამოგივა ყველაფერი რა სფეროშიც შენ ხარ შენ თავი ბოლომდე რო იხარჯები აი ეს არის მეგონი ყველაზე წარმატება რა ყველაფერში. ყოველთვის სპორტი იქნება ასე. თქვენ ახსენეთ რამოდენიმეჯერ მამის ზეგავლენა, ანუ საფუძველი გარკვეულწილად თქვენში შესაძლოა ჩაიყარა, აი როა მამა არ ყოფილიყო მხატვარი, მაინც გახდებოდეთ ამაზე პასუხი ალბათ ვერ გაცემთ ახლა. ალბათ შესაბამისად აკადემიაში არ მოხდებოდი ან სხვაგან არ გეკეში, ასამე ჩავაბარი. შესაძლოა სხვა პროფესიით წასულიყავით. კი. სხვათა შორის აი რა შეიძლება მუსიკოსიც გავხდარიყო, იმიტომ რომ ბავშვობაში დედაჩემს აქვს მოვალეები, რომ აი ვიოლინი რო დავინახე, ვიზუალურად ძალიან მომეწონა, არ ვიცი რატო, ეხლა დღემდე ვფიქრობ მაგაზე, რატო მომეწონა და ეს ხმად რა შეიძლება აი მუსიკალური გაფრთხილებას, იმიტომ რომ მელომანიც ვარ და აი წარსული კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს დღემდე, როცა სხვათა შორის ვხატავ, უსმენ ხოლმე, აი სიჩუმეში ვერ ვხატავ რა, კლასიკური მუსიკა ყოველთვის რაღაც მასწავლებლებს რაღაცა მუზეი მოდის რაღაცა და აი ამ ვარიანტში შეიძლება წასულიყავი მუსიკის. მაინც ხელოვნებაში ვიქნებოდი, ეცედა თუ არა ხელოვნებაში ვიქნებოდი ასე მოდი. ვარა მხატვარი იქნებოდით მუსიკოსი. ანუ შეიძლება ადამიანში რაღაც ნიჭი ისე უყვალოდ გაქრეს, ხო? კონდეს ნიჭი და არც გამოვლინდეს. ღმერთი აძლევს ადამიანს ამის საფუძველს, რომ გამოავლინოს. დანარჩენი არის ადამიანის ბუნებაზე, რა თქმა უნდა, გარემოსაც აღნიშნულობა და თვითონ თავის დაკვირვებაზე და ამ დროს ხდება რაღაცა ინტერესები, ჩემი შვილებსაც ეს აქვს რაღაც ინტერესები ბავშვებს ვცდილობ, რომ არ შეუშალო ხელი, განავცოს და აი ეს აქედან იბადება რაღაცა ინტერესი, საიძრავა და უნდა მიუშვა ბავშვი. ასე ხდება განვითარება, ალბათ. თქვენ გულისხმობთ შვილებიც ხატავენ? კი, ძალიან სხვადასხვა ძალიან უყვარს გამოფროს განსაკუთრებით და არასდროს არ ვცდილობ, რომ რაღაცა დოგმატები და რაღაც ჩარჩოებში ჩავსვამ, ყოველთვის არის აი რაც ინტერესი აქვს იმას ხატავს, რაც უნდა ყოველთვის ვაქებს, სხვადასხვა შექება ძალიან კარგი რაღაცაა, იმიტომ რომ როცა მე მამაჩემისგან ქებას ძალიან მოკლებული ვიყავი. ეხლა ძილს მივახცი ამას და მით უფრო ფასეული არის მასეთ შექება. რაღაცა სტიმულის აგაზრდებს და უფრო რაღაცა გეცლება რაღაცა თავის თვითდაჭერება და რა ვიცი, რომელიც ბავშვს არ უნდა ეს მოაყო ეს შექება რა ჩემი აზრით. ზოგადად თქვენს ნამუშევრებს ახლა მე რო ვაკვირდებოდი, რამოდენიმე შეხვედრია სოციალურ ქსელში, რეალურად ახლაც ვნახე. სახასიათო სტილი აქვს. გაქვთ ეს სტილი ამ პერიოდში, რაღაც პერიოდი ამ სტილს დაიჭერთ ეთყობა. ალბათ ხატვარს უნდა ცნობადი სტილი კონდეს და არ უნდა ეს მიედმოედოს ყველაფერს თუ როგორ ფიქრობთ. აი ქართული ხატრობას, აი რაღაცნაირად და ბევრ ნამუშევრებს ვუყურებ და ვწნობ, აი ქართული ხაზი რო არის. ეს არ შედარიკაგება არც პიროსმანი, არც კაკაბაძე, არც გუდიაშვილი, ეს ყველაფერი პეტრიალებს ქართულ პალიტრაშიც, აი ფერებშიც ეგრეა, ხაწერაშიც ეგრეა, სხვათა შორის ქართული ფერები.
სხვანაირად ხდება, როცა რაღაც ევროპულ სკოლას ვხედავთ, რაღაც ეგ სხვა რაღაც ხაზები არის, რომელიც გვაძლევს იმას, რომ აი რაღაცა ქართული ხაზია და აი ვარიანტი ყოველთვის დადეს. ნებისმიერ სხვა ხალხის ნამუშევრს, აი რაღაცნაირად ინტუიციით ხვდები, რომ აი ქართული სკოლა, ქართული ერებია ყალით რაღაცა. აი ეგეთ რაღაცა მაქვს რაღაც. ანუ გუდიაშვილის და ფიროსმანის ფერები გარკვეულწილად აისახება ქართველი მხატვრების ნამუშევრებში. ხო, როგორც ვთქვი. ანუ ამჟამად ახლა თქვენ ძირითადად პერსონაჟები ყოველთვის ყავთ ნამუშევრებში და თბილისის და საქართველოს ხედებიც არის ეს ფონზე. გარკვეულწილად. პერსონაჟები თავისით მოდიან, რაღაც არც ვიცი თავიდანვე რა, მაგრამ ქართველებს გავს ყველა რაღაც ქართული სილამაზე, ეთქობა რაღაც გენეტიკურად მაინც არის ჩემში ეს თავიდანვე რაღაც ვიწყებ, მე რაღაც ესეთი მიყვარს ძალიან ქართული ფოლკლორი, ქართული ფილმებიდან რაღაც ვიღებ რაღაც სიუჟეტებს, რომელიც ბავშვობიდანვე მომზდებს ეს სიყვარული და აი ამ სფეროში ტრიალებ რა, აი რაღაცა თითქოს სხვა ის არ მეხსნება რაღაც ხედვები და აი მაინც აქ და აქედან გამომდინარე მოდის და ეთქობა მაყურებელიც ხედავს ამას და რაღაცა ნოსტალგია ემოდება რაღაც სითბო რაღაცა და აი ეთქობა მაგიტომ უფრო მოსწონს ჩემი ნამუშევრები. ბოლო ნამუშევრები, აი ბოლო წლებში რაც მუშაობთ, ძირითადად ადამიანები ფიგურირებენ. აი ესეთი ნამუშევრებიც გაქვთ, თქვათ, რომ მხოლოდ არქიტექტურა იყოს, ან მხოლოდ ბუნება. იცი, ნატრინ პეიზაჟები კი დამეხატია, მაგრამ მოსაწყენია, ჯობია რაღაც აი ფილმებით რაღაც სიუჟეტი ისეთი უნდა იყოს, რაღაცას გეუბნებოდეს და ალბათ უფრო საინტერესო. ხა ზოგი ზედმეტად, ხა შეიძლება ზედმეტად რაღაცას არ უტოვებ მაყურებელს, ის ამოხსნის საშუალებას, რაღაც ინტრიგას არ ვდებ. ყველაფერი ამოხსნილია და ყველაფერი ძალიან მარტივად და პრიმიტიულად, მაგრამ ეთქობა ეგეთი ხასიათი მაქვს, რომ ყველაფერს რაღაცა ძალიან ლაკონკრეტებ რაღაცა, მაგრამ ეგეც გამომდინარე ჩემი ალბათ პერსონაჟიდან, რომ აი რაღაც მიყვარს ძალიან ესეთი პერფექციონისტი ვარ და ეხლა თქვენ ბოლო ნამუშევარს ვაკვირდები, შესაძლოა ეს ბოლო არ არის და კიდე მუშაობთ ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ ახლა ეს რაც არის ზემოთ ხედავ ორი ახალგაზრდა და ქვემოთ უფრო ასაკში შესული. კი, ჩათვალეთ რომ აი ეს არის დროის რაღაც არის. ანუ შემთხვევითი არ არის, ხო რაღაც ანუ ეს საათთან დაკავშირებით დინამიკური და სიმბოლური რაღაც დაპირთვა აქვს, რაღაც მარტივი ზოგისთვის ძალიან. საათს ახლა დავაკვირდი, ხო. ხო, ანუ ეს არის ამოსასრულობის ის ხაზი აქვს, აი წარმოის ხაზი. ვთქვით, რომ აი თბილისი არის, მაგრამ რაღაცა მაინც დაპირთვა აქვს თავისი. ძირითადად ვცდილობთ, რომ 100%-ით რეალისტურ სახეებამდე არ მიყავთ და ცოტა ის დაუტოვოთ, აი მხატვრული. კი, აუცილებელიც არის, ხა ძალიან ფოტოგრაფიული ხა ჩემთვის მოსაწყენია, მინდა რომ უფრო სტილისტურისკენ წავიდეს. შეიძლება შესაძლოა მე უფრო მეტად შევიყვანო ეს მანერიზმი და ეს უფრო არ ვიცი წინასწარ, მაგრამ რახან ჩემ ძველ ნამუშევრებში ხედავ ბევრ დეტალებს, რომელიც ეხლა საერთოდ არ არის, ალბათ მომავალშიც მე რაღაც ეტაპებში იქნება განსხვავებები რა. იმედია ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს ასე იყოს. ახლა ამ ნამუშევარს ვაკვირდები, ვატყობ რომ კუთხეებს რაღაცა თითქოს უხეშ კუთხეებს ერიდებით უფრო წრიული ფორმით არის მოხაზულობებს თავისთავად ხელში მოყვება თუ სტილია უბრალოდ ასეთი. კი, ახლა ეს რატომაც ახლა ესეთი ეს ხაზი ჩამომიყალიბ და ახლა რომ ეს ჩემი გამოგონებული არ არის, უბრალოდ მე მომწონს და ესე დაიხვეწა ეს უბრალოდ საინტერესო უნდა იყოს თითოეულ თასაც თავისი ანატომია აქვს. ეს ანატომია თუ ფოტოგრაფიული იქნება ჩემთვის მოსაწყენია და ვცდილობ რომ ეს შერწყმული იყოს შენობა, თაზე, დინარესთან, გზა და ასე შემდეგ. ანუ ეგ ვთვლი რომ საინტერესო მე პერსონაჟებსაც თავისი დატვირთვა აქვს.
თან ეს ქართული ეს უნდა გამოჩნდეს რომელი ქალაქია ხო მაინც იკითხებოდეს ყველაფერი. კი, რაღაც დეტალები, ღირსშესანიშნავი შენობები, სტილისტურად არის გაკეთებული, მაგრამ მაინც ყველა მიცის, რომ ეს ნარიყალა, ეს ცნობადი არის. ხო, და არ შეეშლება. აი მაგ ვარიანტშიც მაყურებელს მოსწონს ეს დეტალიზაცია და თი კითხვა მინდა დაგესვათ. ანუ ეს ბოლო სტილი ახლა ჩამოგიყალიბდათ, იქიდან გამომდინარე არის, რომ ეს თქვენ ქსიამოვნებთ და ასე ხატავთ, თუ გარკვეულწილად ფინანსური კუთხითაც არის ინტერესი, რომ ეს მოწონს თქვათ. კი, ამას ვერ გავეცევით ხა კომერციული თვალსაზრისითაც ხედავ მოთხოვნაა და ხშირად მიწევს დაახლოებით ასეთი ჟანრის კომპოზიციების გაკეთება. ხა მე შეიძლება სხვა რაღაცას მიდოდეს გაკეთება, ფიზიკურად თუ მექნება ამის დრო, შეიძლება რაღაც დავუშვათ ნატურმორტის დახატვა მომიდეს, მაგრამ ძირითადად რახან ქალაქებზია მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ქუთაისი, ბათუმი აქტიურად წარმოადგენს დიდი მადლობა ყველას. ხშირად ხდება, რომ აი ამ კუთხით მაინც პეიზაჟური რაღაც ვაკეთებ ასეთ ჟანრულ კომპოზიციებს და ამას მოგოც ცუდი არ უნდა იყოს კომერციულად თუ გაკითხავ, არ არის სასაკითხო. ერეკეთ ბევრი ცდილობს და მიწევს მაგამდე რომ მივიდეს მაგ ეტაპამდე და ხალხს თუ უნდა თავისთვის კიდე შეიძლება რაღაც დახატოს, რომელიც სხვა საერთოდ არ მოწონდეს, ეგაც შეიძლება. დროს თუ გამონაკლავს სამის საშუალებას აუცილებლად თავისთავად უნდა იმუშაოს და ყოველთვის უნდა აკეთოს რაღაც სხვადასხვა ექსპერიმენტები. კონკურენციის თუნდე შინოდეს მხატვარს, რომ აი კომერციული თვალსაზრისითაც რო ვთქვათ, როგორ უნდა შიში ცოტა ესეთი ნათქვამია, შიში არ უნდა ქონდეს, უბრალოდ თვითონ მყიდველს უნდა ქონდეს იმდენი კვალიფიკაცია, რომ აღმოაჩინოს ნამუშევარი პროფესიონალის თუ ეს ღირებულება რახან ადებს ეს ღირებულება, რატო ადებს ეს ღირებულება, ესე იგი ადამიანი ხატავს თავისი ცოდნით, თავისი მასშტაბები აქვს და ისეთი მხატვრები, რომელიც ნუ ასე ვთქვათ, პროექტორით რომ მუშაობენ და რაღაც კოპირებებს ვაკეთებენ, იმათ ცოტა ეს უნდა ქონდეთ რაღაცა მეტი პასუხისგებლობა თვითონ მყიდველის მიმართ, ეს მოტყუებას გავს რა და ცოტა ხანდახან გამაღიზიანებელია, მაგრამ კარგმა მაყურებელმა მყიდველმა იცის რა არის პროფესიონალიზმი და მე მაგის იმედი მაქვს და მაგით უფრო ვანუგეშებ თავს რა. ეს პროექტორით ნუ რა გარკვეულწილად რაღაც პლაგიატობაში არ ითვლება, მაგრამ რაღაც კოპირება არის რაღაც. ხო, ცოტა ეს არის, მაგრამ ნუ ეს მე მოიტანა, დრო მოიტანა ტექნიკამ რაღაცა და ასე აკეთებენ და ამას იადვილებენ საქმეს. იადვილებენ საქმეს, მაგრამ ნუ ნამდვილი ღირებულება და ჰენდმეიდი, რომელიც ქვია, ამას ეთყობა და თვითონ მყიდველიც ამაში თვით ერკვევა. იგივე გალერეაშიც მე მგონი ასეთ ნახატს არ მიიღებენ, აი ვინც არის ნამდვილად ღირებული, იმათთან თანამშრომლობენ ასე ვთქვათ. თქვენს ნამუშევრებში, აი ვთქვათ, რომ დახატეთ და ზუსტად იგივე თუ ხატავთ, რომ ვთქვათ, აი კლიენტის სურვილის გამო შეშეთქებაში მე თვითონ ვცდილობ რომ გადავაფიქრებინო, რომ არ გავიმეორო, ჩემთვისაც მოსაწყენი იქნება და შეიძლება არც გამოვიდეს ისეთი და რაღაც სხვაობას მაინც შეიტანთ. აუცილებლად მე თვითონ მინდა რომ რაღაცა შეიძლება რამოდენიმე ნამუშევარი შევთავაზო და ამის ვარიანტში რაღაცა სხვა კომპოზიცია დაიბადოს, ყოფილა ეგეთ შემთხვევები, რომ აი გადამიფიქრებია, რომ აი და ყოფილი დარჩენილა რა, ანუ ეს აუცილებელია, რომ არ გამეორდეს რა. მით უმეტეს პალიტრა მე არ მაქვს ძალიან ისეთი მრავალფეროვანი, ამიტომ ვცდილობ რომ ხაზის და კომპოზიციის და ნახატის ხაზზე საინტერესო რაღაცა შევთავაზოთ, იგივე მაყურებელს არ აქვს შეიძლება ესე ჩემთვის ნახატის მყიდველიც და თვითონ შეფასებელიც ერთნაირად აი ძალიან პატივს ვცემ, რომ ინტერესდებიან ჩემი ნამუშევრით, გამოხატავენ სიტყვიერად ეს ძალიან სტილს მასწავლებს და უგმოსი მადლობა. თავად ჩარჩოს აი ფორმატი რო ვთქვათ ზომებში, ეხლა საშუალო ფორმატი არის, ეს სტილი ამ ფორმატში ხატავთ ნამუშევარს ვერ ასე ვთქვათ არ არის ჩემი ეს გამოფენასაც მაგიტომ ვერიდები, რომ დიდ ნამუშევრ
გვარი არის გამოფენისთვის უფრო მომგებიანი პატარა ნამუშევარი უფრო გალერიისთვისა და აქედანაც ჩამოყალიბდი რომ ეს არის ჩემი ფორმატი რა თუმცა ზოგიერთი შეიძლება 60-50-ზე არ იყოს პატარა ნამუშევარი მაგრამ პატარა არა ეს ხო ან მინიატურებსაც ხატავს ხატოში და მინიატურა არის პოლისის მაგრამ უფრო ეს არის ჩემი ოქროს შუალედი ასე ვთქვათ. სტილისტიკურად იყოფა ნამუშევრები, არის აბსტრაქცია, არის რეალისტური ნამუშევრები. თქვენ რაღაც უფრო რაღაც აი რა ოქროს შუალედი ახსენეთ, რაღაც ოქროს შუალედი გაქვთ დაჭერილი. კონკრეტულად ეხლა როგორ შეიძლება სურეალისტები მიყვარს, მაგრამ აი კონკრეტულად მე უფრო ნაივური არტის ჩავთე, სინთეზი გავაკეთე ასე ვთქვათ, სურეალისტის ნაივური არტის და ზოგს შეიძლება მოიჩენოს რეალისტურიც არის ეს ნამუშევარი უბრალოდ რაღაცა სურეალიზმის ნიშნებით რეალისტური რაღაცა არ ვიცი ამაზე არ ვფიქრობ რა ახლა დიდად უბრალოდ უფრო ჩემ გემოვნებას ვენდობი და ესე მიყვები და ნამუშევრში ალბათ ჩანს რომ ის რომ არ არის სეგმენტად რაღაცა ჩაციტული რაღაცა კონკრეტულად აბსტრაქციებზე არ მუშაობთ აი ესეთ უფრო გირჩევიათ რა აბსტრაქციები მიყვარს იმიტომ რომ ვიცი რომ ზართულია მაგრამ კონკრეტულად მე ვიცხებ ცოტა ვერთობი ხოლმე აი სანამ კილოს დავფარავ ცოტა აბსტრაქციულ რაღაცებს ვერთობი და ზოგს მეგობრებს ვთქვი რომ აი ასე დატოვე რაც კაი საინტერესო მაგრამ მე მაინც უქმდები ჩემს კომპოზიციას იმიტომ რომ ვთვლი რომ ამ რაშიც ხარ უფრო მაგარი იმას არ უნდა ისნა გადაუხიო რა ვიცი. ისე აბსტრაქცია ძალიან რთული ესა. სხვადასხვა არ არის. ნუ პროფესიონალური აბსტრაქცია, ისეთი არა საკეთე. პროფესიონალური ყველაფერი კარგია. და ბოლოსთვის მაინც ბატონ ვაჟას მიუბრუნდები და ზოგადად მშობლის ზეგავლენა ერთია, მაგრამ როდესაც თავად ხატვარი ხარ და მშობლის ხატვარი არის, გარკვეული ზეგავლენა არის. საწყის ეტაპზე იყოთ, ფიქრობთ ზეგავლენა თქვენ ნამუშევრებში? საწყის ეტაპზე ეს მე მაგალითად გამოვადგა ეს, იმიტომ რომ რაღაცა სკოლა მამაჩემმა რაც მიაღწია, ეს მეუღლე გამზადებული მომივიდა და ფაქტიურად რაღაცა დიდი ნაბიჯი გავაკეთე უცბად. ანუ ამ მხრივ მადლობელიც ვარ. ზოგისთვის შეიძლება ეს ხელი შეშლილიც იყოს. ჩემ ვარიანტში გამოვადგა მე ეს ზოდნა და მრავალი წელი ასე მომდივარ და რაღაც მადლობის მეტი მამაჩემისთვის არ აქვს. ანუ ხელი არ შეუშლია პირიქით განვითარებაში დაგეხმაროთ. ძირითადად აქცენტი თბილისზე აქვს ხატრებს გადატანილია ეს ძველი თბილისი, თანამედროვე თბილისი. თქვენ რამოდენიმე ნამუშევარში სხვა ქალაქებიც ამოვიცანი ასე ვთქვათ არქიტექტურულად და მარტო თქვენ შესაძლოა არ ხართ, მაგრამ თქვენთან უფრო რაღაც დაფასებული გამოვიდა ეს ქალაქები ასე ვთქვათ. რა სიტყვით ამას დაკავშირებით? ეს მოხდა ბუნებრივად, იმიტომ რომ გალერეებთან რომელსაც თანამშრომლობ, აქვს სხვადასხვა ფილიალები. ზოგს ქუთაისელი გონი ვარ და ძალიან დიდი ქუთაისში, ბათუმში, სხვადასხვა ფილიალებში ეს ნამუშევრები და ამისგან გამომდინარე ვცდილობ დავხატო რაღაც თანამედროვე სხვადასხვა ძალიან მომწონს ამ სინთეზი თანამედროვე შენობების და ძველის რაღაც და ამ ვარიანტში ჩარჩა თანამ ხაზში ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და ახალ მოწონებებს აიმსახურა რამოდენიმე გაკეთებული მაგასაც ჟანრული კომპოზიციები სიუჟეტური თანამედროვე შენობები ბათუმი ქუთაისი და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე რა პირადად ახლა თქვენ პროფესიას არ უკავშირდება, უბრალოდ მაინც მინდა გკითხოთ აი ძველი ქალაქის არქიტექტურა და უცებ რაღაც უწამოიჭრება თანამედროვე ეს ბუნებრივად ალბათ გვერდს ვერაულით ასე ვთქვათ. რამდენად მისაღებია და ეს ბუნებრივი არის და დასაშვებია თუ მაინც გაღიზიანებთ გარკვეულწილად? თუ არის ესეთი გემოვნებით გაკეთებული თანამედროვე და მოდერნისტული და რაღაც სინთეზი თუ არის არ მაღიზიანებს და პირიქით უცოს კიდევაც რა ძველი ხაზიც რო არის კარგება და ეს ახალი სინთეზი თუ არის ყოველთვის მივესალმები ამას ხატრობაშიც და არქიტექტურაში და ყველაფერში და ანუ ეს ახალი ძველს არ უნდა ჩაგრავდეს
სინთეზი უნდა იყოს კარგი შეწყმა, ასე ვთქვათ რა, ნახატშიც იგივეს ვაკეთებ და გემოვნება ყველაფერში საჭიროა, არქიტექტურაშიც, მხატვრობაშიც. გემოვნება და გათვალისწინება ამ ყველაფრის აი რაღაც არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის აი ზოგჯერ არ არის საჭირო ხელისხმება, ისევე ძველ სტილში რომ დატოვო უკეთესია ბევრად, ვიდრე რაღაცა განაახლო და ეს გაალამაზო. ხანდახან აი ამასაც უნდა წყვეტავდეს რა, ის ბევრი ადამიანი გემოვნებიანი ყველაფერში რა. ერთი ადამიანი ამას კონკრეტულად ხა გამოყოფით არავის არ გამოყოფთ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რაოდენობრივად რო ვთქვათ დღევანდელი მხატვრებიდან რამდენ მხატვარს აი ვთქვათ 5, 10, 20 აი რამდენ მხატვარს იტყოდით რაოდენობრივად ვინც ღირებულ პროდუქციას ასე ვთქვათ ნამუშევრებს, ხელოვნის ნიმუშებს ქმნის დღესდღეობით აი ეს ეს სუბიექტური იქნება ხა ამის შეფასება მხატვრის ну თქვათ 100 მხატვარი ყავს 50 ბევრი ძალიან ნიჭიერი მხატვარი ყავს ან ამას ყველაზე კარგად მაყურებელი განსაზღვრავს აი თვითონ მხატვარზე ეს ილაპარაკოს ეს და ჩემთვის მიუღებელი გამოიწვია დიპლომატიური პასუხი არა უბრალოდ მართლა მაინტერესებს და მითო გითხეთ ხო თქვენი აზრით ვერ დავასახელებ დაიწყეთ თქვათ ნამუშევარი ესკიზით ხატავთ ან ფანქრით ხატავთ თუ პირდაპირ საღებავებით იწყებთ აი როგორ მუშაობთ არა ცოტა ძალიან ისეთი მოუდგები ფანქაში ხა მართალია ხა ტილოზე რაღაც მონასტრებს ვაკეთებ მაგრამ ეგრეთ წოდებული კროკებს ყოველთვის ვაკეთებ რომ რაღაც საინტერესო ხედვა იყოს აი კომპოზიცია განისაზღვრება აი სეზარი იმიტომ იყოს რომ აი სამ გეომეტრიულ ფიგურებად დაგო კომპოზიციები და მეც აქედან ხელმძღვანელობ რა რომ აი საითკენ წავა როგორი კომპოზიცია და ამის მიხედვით ეგრეთ წოდებულ ჩანახატებს კროკებს ვაკეთებ მე გადამაქვს ფანქარში და ანუ რაღაც მომენტში უკვე დაკონკრეტებული ვარ შესაბამისად ფერების დადების დროსაც უკვე ვიცი რასაც იქნება და მე საერთოდ საერთოდ მაინც უფრო ახლოს მუშაობ ტილოსთან, ეხლა მხატვრები არიან, როცა ტილოს აკეთებენ რაღაცა ძალიან ისე დისტანცია ჭირდება. მე უფრო ახლოს მუშაობ და ეს ნახატშიც იგრძნობა ეგ რომ არ არის დიდი დისტანცია. ამიტომ შეიძლება გამოფენას ვერიდები, იმიტომ რომ ჩემი ნახატი შორს უკვე არ აღიქმება და იკარგება, ასე ვთქვათ, ხოდით ფორმატებში. მაქსიმუმ 2 მეტრი და მე უკვე თქვენ შესაძლებელი ახლოდან არის გულით და აბსოლუტურად ხო აი ზუსტად მაგას ნათქვა მინდა იგრძნობა ეს სითფო სიყვარული ხო აი მხატვრის ხრიდან ნამუშევარზე და ზოგადად თვითონ პერსონაჟების შორისაც რაღაც კი, ეს უფრო სიკეთის კუთხე. სიკეთის ნამუშევარის მაყურებელი რა ის რატო მოსვათ? იმიტომ რომ რაღაცა სითბო მოდის, რაღაცა ნოსტალგია მოდის. ესე კი რაღაცა მოვზებნე და ამას ამ კუთხით მუშაობ და თუ რამე ხო ბუნებრივი რამე პროტესტი გაქვთ, არ გამოხატავთ ნამუშევრებში, კიდე დაძაბვა არ არის საჭირო. რაღაცა სხვა რამით გამოხატავ რაღაც პროტესტი, ახლა ჩემი რაღაცა ნეგატივი ტილოზე რატომ გადმოვიდა მე ზოგი ნამუშევარი არც ვიცი რა კი ეთქობა თვითონ შინაგანად რაღაცა დაიხარჯა, მაგრამ რისთვის გააკეთა ვერ ხვდები და მე კონკრეტულად ვიცი რომ ადამიანს ვანიჭებ რაღაცა სიამოვნებას რომ მით უმეტეს ამ ნამუშევრს ეს ნამუშევარის შეფასებისას თუ ადამიანი თulis რომ წაიღოს სახში და ჩამოგიდოს თავის ესე კი ეს არის დიდი შეფასება რა ვიცი ახლა აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ რაღაცა პოზიტიური რამე დავხატო და არა რაღაცა ჩემი ნეგატივი ცოტა ეგოისტური გამოვა მაშინ ახლა რაღაც ამ თქვენს ნამუშევრებში მხოლოდ სიკეთისთვის და სითბოსთვის არის ადგილი. დასანანია იკარგება ეს რომანტიზმი, რაღაცა ყველაფერი ძალიან ის გაქრა რაღაც კარგი რაც არის აუცილებლად შევინარჩუნოთ და არ უნდა დავკარგოთ რა ეს სითბო რატო არის ის ხალხს რო აი რაღაცა ნოსტალგია აქვს რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან გაქრა ეს
ადამიანური ურთიერთობა ეს მე როგორც ახლა ნახაც რომ უყურებდა რამოდენიმე ნამუშევარიც რომ ნახე, ერთი სიტყვით დასიათებდი ამ ემოციას, აი თითქოს და მისწრაფება ჰარმონიისკენ და იდეალიზმისკენ, იდეალური ურთიერთობისკენ, აი ესეთი შეფასებას ვუცემდი როგორც ერთ-ერთი მაყურებელი. მადლობა, ხო, ნუ ვერ ვცდილობ, რომ აი პოზიტიური მეტი სითბო, სიყვარული, რაღაც ადამიანობა ჩავდო რა. თუ რამე ჩემი რაღაცა ფილოსოფიური აზრი ან რაღაცა ჩავდე, თუნდაც პრიმიტიულად უკვე ყოფილი ვარ, რაღაცა ნიუანსი, რაღაცა დეტალი, რომელიც რაღაცა ადამიანს ჩააფიქრებს, რაღაცა ნოსტალგიას გაუჩენს, რაღაცა შეიძლება თავისი რაღაც გაახსენდეს. ამაზე მუშაობ და ყოველთვის მომწონს ეგეთ რაღაცას თუ მომძებნი ვცხოვრ. გარკვეულწილად წაკითხვადი ვახსენე, წაკითხვადიც რო იყოს ნამუშევარი, ამასაც ვცდილობთ და ესთეტიურიც იყოს და ზედმეტადაც არ გადაღალოს. თუნდაც იმიტომ ვახსენე ქართული ფილმები, რომ იქ არის რაღაცა ისეთი, რასაც ვქენებ ხოლმე და ძალიან სიამოვნებთ და შთაგონებასაც რაღაც პირადულად იღებთ. აი ჩვენი ქართულიდან დავიღოთ და სხვა მაიყოს თავისი და ახლა ჩვენ რას გვაქვს ფოლკლორი იქნება მუსიკა ესეა ამას უნდა გავუხსნათ და ამ კუთხით უნდა წავიდეთ ეს ოქროს ხანა იმიტომ ხუდიაშვილი და კაკაბაძე იმიტომ ვახსენე ეს ოქროს ხანა აი ეგ კუთხე უნდა შევინარჩუნოთ უნდა ქართული ხაზი და ანუ მხატვრები ოჯახში მარტო ბატონი ვაჟა და თქვენ არ ხართ, ანუ მარტო ამაშვილი არა, არის ვისაც სიყვარული. ხარეთ კი, აი მეუჩენ მეუღლეც არის ილუსტრატორი, მხატვარი, ბავშვები ხო ხატავენ, ჩემ მეუღლის დედა, მამა, ყველა აკადემია დამთავრებულები სამხატვრო. მოკლედ ანუ ძალიან ისე ვართ მხატვრული, შევიკარეთ მხატვრული ასეთი გუნდი, ყველანაირი გაკეთებით, ანუ ჩემი აკადემია აქვს დამთავრებული, ერთადერთი ჩემი ძმას არ აქვს მხატვრობასთან შეხება. დანარჩენი აი ესეთი იშვიათი გამონაკლისი ყოფილი. ნუ ბაბუაც მხატვარი. ბაბუა კი, ბაბუა. ცნობილი ძალიან სხვათაშორის ძალიან კარიკატურაში იყო ძალიან პროფესიონალური, ძალიან ისეთი ჩუქურთმები და ეთქობა ეს ხაზი და ეს მანერა ეთქობა გენეტიკურად რაღაც გამომყვა რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ეს ხელწერა ქონდა ესეთი კალიგრაფია. ცნობილი და ალექსეევი ესხი და ძალიან საყვარელი კაცი იყო რომელიც ლექსიკოპას ეძახდნენ და ყველა იცნობდა თოიცეში ასწავლიდა დიდი ხანი და აი დღემდე რომ Facebook-ზე მწერენ მაგათი მოსწავლეები რომ აი ლექსიკოპას მოსწავლე ვარ და ძალიან სასიამოვნოა რომ უცბად ამოტივირდება რომ ვიღაც ბაბუა ჩემის ეს არა ქვია მოსწავლე რა და აი მე რომ წერს და აი ვიცან რომ ეს გვარი და სახელი რო დაეთქვა თვითონ დაასწრა რომ ეს შვილი ალბათ ხშირად სხვადასხვა მეუბნებოდნენ ვაჟამ ესხი ვინ არის თქვენი და როგორც იქნა უკვე აღარ მეკითხებენ ამას იმიტომ რომ უკვე მიხვდნენ რომ აი მე ვარ ალექსანდრე მესხი კი ეს მამაა ჩემი და უკვე ამოკითხვით აღარ მომართავენ რა ზოგადად ფიქრობთ გენეტიკურად შეიძლება გადადიოდეს ეს ნიჭი მხატვრობის თუ ეს უბრალოდ დამთხევა თუ როგორ ეს ფიქრობ იმიტომ რომ ჩემი შვილიც ახლა ისეთ რაღაცებს რო ხატავს აი თან ისეთი სინთეზი აქვს ილუსტრაციული აი ანუ ჩემი მეუღლის ილუსტრაციული რაღაც მანერებიც აქვს და პლუს ჩემებური რაღაცა ფანტასტიკური რაღაც ისეთ კომპოზიციებს იგონებს რაღაც ხაზიც და მონასმები დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს Well done.